თქვენ აბსოლუტურად ზუსტი აქცენტი გააკეთეთ, როცა ბრძანეთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების მთელი თავარი არსი იყოს სწორედ მეტი ავტონომიურობის მიცემა სკოლებისთვის, მაგრამ აქვე თავშივე დავაკონკრეტებ, რომ საკლასო დავალება, საშინაო დავალება და შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, არსად არ წასულა, არ გაუქმებულა, გაუქმდა მისი სავალდებულოობა როგორც კომპონენტისა. თავშივე უნდა ვთქვათ, რომ გამსაზღვრელი შეფასება, ორი შეფასება არსებობს სკოლაში. ეს არის განმავითარებელი პირველი კლასიდან ვიდრე მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე, ხოლო მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან შემოდის გამსაზღვრელი, ანუ ნიშნიანი შეფასება. ეროვნულ სასწავლო გეგმის ძველ რედაქციაში იყო ცალსახად, რომ იმისათვის, რომ ნიშნიანი შეფასება დაწეროს სკოლამ და მასწავლებელმა, სამი კომპონენტი უნდა გამოიყენო. ეს არის საკლასო დავალება, საშინაო დავალება და შემაჯამებელი. სწორედ ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მასწავლებისგან მიღებული უკავშირების მიხედვით არის საგნები, სადაც აი ეს სავალდებულოობა, საკლასო აუცილებლად საშინაო და შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, შეუძლია რომ კიდევ უფრო კარგად რომ მიაღწიოს შედეგს, ჩაანაცვლოს სხვა, მაგალითად, სხვა დიაგნოსტიკური ფორმებით ან საპროექტო დავალებებით. ეს თავისუფლება მივეცით. ანუ სკოლას შეუძლია ან დატოს კონკრეტული საგნების მიხედვით, როგორც იყო საკლასო დავალება, საშინაო დავალება თუ შემაჯამებელი, ან გაამრავალფეროვნოს ან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ გავიდეს გამსაზღვრელ შეფასებაზე. ის რომ გამსაზღვრელი ნიშნიანი შეფასება რჩება ეს ერთი, საკლასო დავალება, საშინაო და შემაჯამებელი არ გაუქმებულა, აქ მეტი თავისუფლება მიეცა სკოლას, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს მთელი რიგი საგნებისა, სადაც საპროექტო დავალების წასვლა უფრო ეფექტური იქნება, მაგალითად საგანი როგორიც არის მოქალაქეობა. საგანი როგორიც არის მუსიკა, ვთქვათ, იქ შეიძლება საშინაო დავალების კომპონენტი ისე აქტიურად ვერ გამოიყენოს და ჩათვალოს, რომ სხვა დიაგნოსტიკური ფორმით შეუძლია წასვლა. ამაზეა აქ საუბარი და არა რამის გაუქმებაზე, ამას ხაზი მინდა გაუსვა, ისე რომ მასწავლებლებო სკოლებს მიმართავ ასევე დაგეგმილი როგორც გქონდა თქვენ სასკოლო სასწავლო გეგმაში თავშივე ხდება შეთანხმება თუ რა ფორმით და რა კომპონენტებით მიდიხართ, აქაც როგორც ჩათვლით საჭიროა კონკრეტულ საგანში დარჩეს იგივე შეფასება კომპონენტები, რომელსაც გავყავართ გამსაზღვრელ შეფასებაში, კი ბატონო, შეუძლიათ ის დატოვონ, ან თავად გადაწყვიტონ. რას ნიშნავს თავად გადაწყვიტონ? მასწავლებელი თვითონ ვერ გადაწყვეტს, რომ მას უნდა ეს, მან უნდა წარუდგინოს კათედრას, რომ ნამდვილად გადის უკეთესად კონკრეტულ შედეგზე, სხვადასხვა კომპონენტების კომბინაციით და ასევე სამეურვეო საბჭოსთან უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა, სადაც სამეურვეო საბჭოში ყავს მასწავლებლის გარდა, კათედრის გარდა, ხელმძღვანელის გარდა, ასევე მშობელი, მოსწავლე, ასე რომ სასკოლო საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას, კომპონენტები ჩანაცვლდეს, შეიცვალოს, იგივე დარჩეს თუ რა ფორმულირებით იყოს წარმოდგენილი. საინტერესოა, სკოლებს თუ მიეცათ კონკრეტული ვადა იმისთვის, იმაზე ჩამოსაყალიბებლად რა კომპონენტებზე შეაჩერებენ არჩევანს? არაფერი, ნახეთ, ვადა არ ჭირდება ამას და რატომ? ეს არის ახალი შესაძლებლობის მიცემა და არა ვალდებულება. დიახ. კიდევ ერთხელ განმარტავ, საკლასო დავალება, საშინაო და შემაჯამებელი თუ თვლის საჭიროდ სკოლა, რომ უნდა დატოვოს, ჩვეულებრივად დატოვებს, ეს არავის არ აუკრძალია. ამიტომ არანაირი ვადა აქ არ არის, მას მიეცა თავისუფლება ამ ნაწილში, რომ თუ კი თვლის, რომ კონკრეტული საგნის შედეგებზე უკეთესად გავა სხვა კომპონენტებით, ნებისმიერ დროს შეუძლია ესრულება განახორციელოს, როგორც გითხარი, სწორედ ამ პრინციპების დაცვით, კათედრა, სამეურვეო ეს უნდა დაამტკიცოს, რომ ამით უკეთესად გავა შედეგზე, ისე რომ აქ არანაირი ვადა საჭირო არ იყო, ეს არის დამოუკიდებლობის, მეტი ხარისხის დამოუკიდებლობის მიცემა სკოლებს. აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. ძველ რედაქციაში ეროვნულ სასწავლო გეგმაში, როგორც გითხარით, გამსაზღვრელი შეფასების კომპონენტები იყო მკაცრად განსაზღვრული. თქვა, ასევე იყო მეორე გზა, რომ შემაჯამებლითაც, მხოლოდ შემაჯამებლით შეგიძლია გახვიდეო გამსაზღვრელ, ანუ ათქულიან შეფასებაზე, ხომ? აქ ჩანაწერი იყო, რომ ამ შემთხვევაში უნდა სამინისტროსთან შეათანხმო ეს საკითხი. აი, სწორედ აქ მივეცით თავისუფლება, რომ სამინისტროსთან შეთანხმება აღარ არის საჭირო, მაგრამ კათედრასთან, სამეურვეო საბჭოსთან მოხდება ამ ყველაფრის გავლა და სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა მოხდეს ასახვა თუ კი ამას გადაწყვეტს რომელიმე საგანი. ისე, რომ ინფორმაციისთვის მინდა მოგაწოდოთ ერთი სტატისტიკა, რომ ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ შემაჯამებლით გავალ ამ შედეგზეო, სულ 20 სკოლამ თუ ისარგებლა ზოგადად და მოიწერა სამინისტროში, ისე რომ ტრადიციულ მეთოდს კომპონენტებისას შეუძლია წაყვნენ სკოლები, მაგრამ თუ მათ მიაჩნიათ, რომ უფრო ხარისხიანად
შესაბამის შედეგზე სხვა კომპონენტების კომბინაციით უფრო გავლენ, ან ამ კომპონენტებით კიდევ პლუს დამატებული სხვა კომპონენტი, როგორც არის საპროექტო სწავლება, აქ ეძლევათ სწორედ თავისუფლება. ქალბატონ თამა, რას გულისხმობს რემედიაციის პროგრამა, რომელსაც სკოლა შესთავაზებს მოსწავლეებს აი ეგრეთ წოდებული საშემოდგომო გამოცდის გამოყოლების შემთხვევაში? აი ეს სკოლის მთავარი მიზანი არის, რომ ის მას კონდეს სასწავლო პროცესი ისე აწყობილი, რომ თუ კი ინდივიდუალურად ჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს დახმარება, მან აუცილებლად ეს დახმარება უნდა გაუწიოს, ინდივიდუალური გეგმა უნდა შეუდგინოს და ამიტომ ეგრეთ წოდებული საშემოდგომოების თემა ისე უნდა წავიდეს სასწავლო პროცესი, რომ ამისი საჭიროება დიდად არ იყოს. აი აქ არის სწორედ სკოლის მოვალეობა, რომ სკოლა მუდმივად იზრუნოს არა მხოლოდ მთლიანად კლასი, არამედ კონკრეტულ ინდივიდუალურ მოსწავლეზე. შესაბამისად, იქ სადაც რემედიაციის პროგრამები ჩვენ გვჭირდება, ანუ დაწევის პროგრამები, აღდგენის პროგრამები, ამას უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პირობებში უნდა მოახერხოს ეს სკოლამ და მაშასადამე ის კულტურა, რომელსაც ჩვენ სკოლაში ვნერგავთ, აქ ასევე უნდა შევეხო ავტორიზაციის თემასაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. გარე ხარისხის შეფასება, შიდა ხარისხი როგორ მუშაობს სკოლისა. აი ეს არის მთლიანი ჯაჭვი, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ. აი თუნდაც ეხლა ცოტა ხნის წინ რაცულებაზეც მოგახსენეთ, ხო? აქ რა არის მნიშვნელოვანი, რომ ამ შემთხვევაში გარე ხარისხის შემფასებელი სახელმწიფო იტოვებს თავის ვალდებულებებს, სადაც თulis საჭიროდ, რომ მან უნდა გააკეთოს გარე ხარისხის შეფასება, იქნება სწორედ ცენტრალიზებული, სადაც გარე ხარისხის შეფასება, ანუ ავტორიზაცია ხელს უწყობს სკოლას, რომ აწყოს შიდა ხარისხი. ნახეთ და შესაბამისად მას პულსზე ხელი უჭირავს, სახელმწიფო უყურებს, როგორ ასე ვთქვათ, მუშაობს თვითონ სკოლა, მაგრამ შიდა ხარისხის აწყობის კულტურა, ერთი რომ მხარდამჭერი სერვისები ჩვენ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა აუწყოთ სახელმწიფომ ცენტრალიზებოთ, არამედ მხარდამჭერი სერვისებით მივეხმაროთ ისე ავტორიზაციით გარე ხარისხის შეფასებით, რომ ეს კულტურა ჩამოუყალიბოთ და რას უსვამ ხაზს? აქ მხოლოდ სკოლის ლიდერზე და დირექტორზე არ ვსაუბრობ, აქ მხოლოდ სკოლის კათედრაზე არ ვსაუბრობ, აქ ვსაუბრობ სასკოლო საზოგადოების ჩართულობაზე და აი ეს კულტურა ნამდვილად გვაქვს ჩვენ ჩამოსაყალიბებელი, სადაც მშობელსაც აქვს თავისი მოვალეობები, მშობელსაც აქვს თავისი უფლებები ჩართული იყოს სასკოლო ცხოვრებაში და რასაკვირველია ყველაზე მთავარს, ვისაც ჩვენ ყველა ერთად ვშრომობთ, ეს არის ჩვენი მოსწავლე. ამიტომ სასკოლო საზოგადოებაში და სასკოლო მთლიან პროცესში უნდა ისმოდეს პირველი მოსწავლის ხმა, მშობლის ხმა, მასწავლებლის ხმა და მთლიანობაში როგორ ააწყონ შიდა ხარისხის მექანიზმი, შესაბამისი კათედრები არსებობს მოგეხსენებათ სკოლებში, ამაზე უკვე სახელმწიფო გარედან უწყობს ხელს ავტორიზაციით, რომელიც სხვა შორის სტატისტიკა მინდა გითხრათ, რომ დაწყებული გვაქვს ჩვენ საჯარო სკოლების ავტორიზაცია, იცით თქო რომ მიმდინარეობს ეს პროცესი და უკვე 300-მდე სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. ეს რას ნიშნავს მათთვის, რომ სახელმწიფომ გარე ხარისხის შემფასებელი შევიდა, ნახა სკოლის ორგანიზმი და მას დაუიდენტიფიცირა სად რა ტიპის გამოწვევა აქვს. შესაბამისად, აი ამ გამოწვევების ჭრილში უკვე სკოლა მიცის რა პრობლემებს მოერევა თვითონ, რა არის მისი გასაკეთებელი და სახელმწიფო მას დაინახა, რაში ჭირდება მას დახმარება, სადაც სკოლა თავად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, მაგალითად ინფრასტრუქტურა, მაგალითად უკვე ვიცით კონკრეტულ მასწავლებლებს რა ტიპის გადამზადება ჭირდება, სადაც ჩაერთვება უკვე მასწავლებლის სახლი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მთლიანი პროცესი, რატო გავშალე ესე თემა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების მთავარი არსი არის სკოლის მეტი ავტონომიურობის მიცემა, მაგრამ სახელმწიფო მარტო არ ტოვებს სკოლას ამ ნაწილში, ის გარე ხარისხის შეფასებით ეხმარება როგორ ააწყოს შიდა ხარისხი და თუ აი ამ ცვლილებებშიც მას სკოლას ჭირდება დახმარება და დაკვალიანება, შესაბამისი სერვისები გვაქვს. რამდენადაც ცუდი სახელმძღვანელოების ნაწილსაც შეეხო გარკვეული ცვლილება, აი ამასთან დაკავშირებით რა სიახლეა? სახელმძღვანელოებს არ შეხებია, თქვენ ალბათ გულისხმობთ იქ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები რომ შევიდა და ეს ცვლილებები იყო თქვენთვის რომ ეროვნული სასწავლო გეგმა იყო სამკარიანი, პირველი კარი იყო სწავლა-სწავლების პრინციპები, სადაც უფრო ცხადი გახდა, რას ვითხოვთ სკოლებისგან, რადგანაც ეროვნული სასწავლო გეგმას რომ წაიკითხავს, ხოლოდ ექსპერტმა კი არ უნდა გაიგოს და სპეციფიურად ამ მიმართულების მცოდნე ადამიანმა უნდა გაიგოს მასწავლებელმაც, მშობელმაც და მოსწავლემაც, არ გულისხმობ ხა პირველ კლასს, ყოველ შემთხვევაში უკვე საბაზო, საშუალო ასაკის, საშუალო საფეხურზე მოსწავლემ უნდა გაიგოს ეროვნული სასწავლო გეგმა. ამიტომ ცხადი გახდა პირველ კარში, რას ვითხოვთ სკოლისგან, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი მიეცა და აი მეორე კარი, რომელსაც ქვია სტანდარტები, ეს არის უკვე
რევებს რევიზია ამ სტანდარტებისა, სადაც საუბარია საგნების მიხედვით რა უნდა, ასე ვთქვათ, რა უნდა ასწავლოს, რა თქმა უნდა, სკოლამ სტანდარტების რევიზია მიმდინარეობს ახლა, დასრულდება ეს მარტი-აპრილში. აი ამ სტანდარტების რევიზიის შემდეგ ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირები, რამდენად არის საგნებს შორის, რა ტიპის გამოწვევები გვაქვს, აი ეს საკითხი როცა მოგვარდება, მერე დადგება უკვე შესაბამისად სახელმძღვანელოების საკითხი. და აქვე ერთი მესამე კარი იყო, კიდე ეს იყო რეკომენდაციები, სადაც სკოლას ვაძლევდით რეკომენდაციებს რა როგორ აეწყო. ეს ნაწილი მთლიანად ჩამოცილდა ეროვნულ სასწავლო გეგმას, გაიდებით, ტრენინგებით, მხარდამჭერი სერვისებით, რა თქმა უნდა, დავეხმარებით, მაგრამ იცით როგორ იყო აღქმული, რომ ეს რეკომენდაციები კი ქვია, მაგრამ სავალდებულოდ თვლიდნენ ამას შესასრულებლად სკოლები. ამიტომ აქ ეს კულტურა უნდა ჩამოვიყალიბოთ, რომ რეკომენდაცია ნიშნავს რეკომენდაციას და მას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, მაშინ სადამე სკოლას აქაც ეძლევა თავისუფლება ერთის მხრივ რეკომენდაციებითაც იხემძღვანელოს, რომელსაც გაიდებით და ტრენინგებით და მხარდამჭერი სერვისებით მივაწოდებთ, მაგრამ არ ჩათვალოს, რომ ეს რეკომენდაციები რადგან ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, მაშინ სადამე სავალდებულოა.